სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს იოსებ სიგუას, რომელსაც ყოფილი მეუღლე სოფიო სიგუა შატბერავა ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს ელექტრონული ზედამხედველობის გაუქმებაზე უარი უთხრა. შატბერავას ადვოკატის თამარ ლუკავას განმარტებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მომეტებული რისკი, რომელიც დაზარალებული სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა, რის გამოც მხოლოდ შემაკავებელი ორდენის გამოყენება საკმარისი არ იყო. დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის მეუღლე იოსებ სიგუას მხრიდან სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. România, American, România, capital. So, Visva, Itono, Atulino. Gida was a thing that directly, but also with that ocean directly. And all of it that is some colorful. And Orasia Casino. As Orasia Casino, and I lucky money is but the Amazon will go better. საქართველოს ბანკს დაეკეტა ამისი ანგარიში. მთელი ცხოვრება ქალს ორს უწევენ, იმიტომ რომ რატოა მოგავეს 4 კაცი ესწრებოდა. სწორი ბანკსაც უმოწმე გამიცვა მე და ეს ცემა ეს რომ ცემდა მაშინ. და ესაც ვიყავი ყოველთვის აქ, მართლა უცხოა. იმიტომ მე 12 საათი რა მოვედი. დავიგე მე არ კონსულში მიდიოდი. აი Cultul școală, nu, corporatul de operație. Deci nu că e bune din tot. Rația tu ți-a făcut o hobățele, dar te gândești așa. იოსებ სიგუას ადვოკატმა თეონა გვაზავამ სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სოფიო სიგუა შატბერავას არ წარუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტს დაადასტურებდა. ყოფილ მაღალჩინოსანს ელექტრონული სამაჯურით 11 ივლისს გაუკეთეს. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სიგუამ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დატოვა. ის ამ პოზიციაზე რამდენიმე დღის დანიშნული იყო. მანამდე კი სიგუა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობდა. იოსებ სიგუას მხრიდან სავარაუდო ძალადობის შემთხვევებზე მისმა მეუღლემ სოფიო შატბერავამ TV პირველი შაბათის ეთერში ისაუბრა. შატბერავამ თქვა, რომ სიგუა მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. თავად ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალდებას უარყოფს.